და კიდევ ერთი. ანუ ეს გასაგები პრობლემებია რა ჩამოვთვალე. მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ მუდამ ხას უსვავთ. ღმერთი, როდესაც ადამიანად მოვიდა, მან წარმოაჩინა იმგვარი თვისება, რომელიც წარმოუდგენელი იყო ღმერთს ქონოდა. წარმოუდგენელი იყო, ეს არის სიმდაბლე. ანუ თავდაბლობას რო უწოდებთ ერში. აი წარმოუდგენელი თვისება, ღმერთი რო ძლიერია, ყოვლისშემძლეა, ყველგან ყოფია, ყოვლად ბრძენია. დღესაც აღმოვიკითხეთ, მე დავითნებ აღმოვიკითხა, რასაც უნდა იმას იქმს. გესმით? ხო, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ის რომ თავდაბალია, ანუ მდაბალი, იმიტომ რომ ხანდახან მდაბალი არ ესმის, მდაბალი გონია რაღაც უღირს მდგომარეობაში მყოფი. ეს რაღაც ცვლილება განიცადა ამ სიტყვამ ქართულ ენაში, თანამედროვე სიტყვაში. მდაბალი თავდაბლობას ნიშნავს. ღმერთი რომ მდაბალია, სიმდაბლე როა მის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, უმთავრესი. ამას ადამიანი ნამდვილად არ მოელოდა. ეხლა ეს რატომ არის პრობლემური ჩვენთვის? ჩვენთვის ეს პრობლემური ვიცით რატომაც არის. გვითქვია ამაზე ბევრჯერ. ეს პრობლემული ჩვენთვის იმიტომ არის, რომ თურმე სამოთხე ყოფილა ღმერთთან ყოფობა ღმერთის წინასწარ ღმერთის თვისებების აღჭურვის შედეგად. ანუ ღმერთს უნდა დაემსგავსო, რომ მასთან იყო და მასთან ყოფობა არის სასუფეველი და მარადიული სიცოცხლე და უმთავრესი რაც მოითხოვება ჩვენგან არის სწორედ სიმდაბლე. აი ამას კი შეიძლება ადამიანმა ყველაფერი შეძლოს, მაგრამ ამის გაკეთება არაფერთ არ შეუძლია და არც უნდა რაც თავარია. იმიტომ რომ სიმდაბლის შემთხვევაში უნდა დავთმოთ ყველაზე ძალიან რაც გვიყვარს. საკუთარი თავისადმი ეგოისტური სიყვარული. ეგოიზმი რასაც ქვია, მოკლედ რო ვთქვა.